მოგესალმებით. ხშირად დაგვისვია ხოლმე კითხვა, მაგალითად ის ადამიანი, მის პარტნიორთან როგორ არის, რა ურთიერთობა აქვს, არც ცნობის მოყარეები. თუმცა ხე, ვისაც გაქვთ ესეთი სიტუაცია, ჩაიფიქრეთ, ის ადამიანი მის პარტნიორთან როგორ არის. რა ურთიერთობა აქვს. ის ადამიანი ჩვენთვის საინტერესო. მის პარტნიორთან როგორ არის, რა ურთიერთობა აქვს. ორ ვარიანტზე გავაკეთებ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. თქვენ ჩაიფიქრეთ ან პირველი, ან მეორე. ის ადამიანი მის პარტნიორთან როგორ არის. პირველი, მეორე, ვიწყებ პირველით. აქ ურთიერთობა არის მარტო მატერიალურზე აგებული, იმიტომ რომ ამოდის ხმლები, ცივი ენერგია, უფრო გონებით, ვიდრე გრძნობით და ფული, ანუ ფინანსური საკითხია. ინტერესი არის ფინანსებზე. შეიძლება ან ერთი ბიზნესი აქვს, ან სამსახური, ან საერთო ქონება და რაღაცა. ფულზეა გათვლილი. ეს ურთიერთობა პირველ ვარიანტთან, იმიტომ რომ აქ უფრო ისეთი მომენტია, გრძნობა არ არის, ემოცია არ არის და მატერიალური, პრაგმატული მიდგომაა. ანუ ერთმანეთისადმი აქვთ მხოლოდ ის, ეს გადაიხადე, ეს იყიდე, ეს მოიტანე, სიახლოვე, სითბო არ არის. პირიქით, უფრო სიცივია, ცოტა უხეშობა და არ მინდა გავიგო, არ მინდა დავინახო, შენთვის იყავი, მე ჩემთვის. პირველ ვარიანტთან ასია. ან მამაკაცია შემომტანე, აქ ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში. ზოგადი გაშლა, დეტალებს აქ ვერ ვნახავ. და ზოგადად ესე აჩვენებს ინფორმაცია. და ანუ ესე რა, რა ვიცი, უმრავლესობა როგორ ცხოვრობს დღეს. ნახოთ მეორე ვარიანტი. რა ურთიერთობა აქვს მასთან. ჩვენთვის საინტერესო ადამიანს პირადში, იმასთან. აქ ამოდის სრული ჩაკეტილობა, პიროვნება როგორც ესეთი დაკარგულია ამ ადამიანთან, ანუ მის პარტნიორთან, იმიტომ რომ ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიცით. გავიხსენოთ ისტორიიდან, რომ ყველაზე გამოჩენილი ადამიანების გვერდით იდგნენ ძალიან ჭკვიანი ქალები, რომლებიც არ ჩანდნენ და იფარგლებოდნენ ანუ ჩრდილის ქვეშ. მაგრამ თვითონ თავისი ჭკუით, გამჭრიახობით და ინტუიციით, იმიტომ რომ ქალს გააჩნია ეს, რაც მამაკაცებს ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობას, რა თქმა უნდა, არა ყველას, არ აქვს, ამიტომ ქალები წევდნენ თავიანთ პარტნიორებს წინ. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენს გვერდით პარტნიორი ქალი ვინ არის. როგორც პიროვნულად, ასევე ფიზიკურად და სულიერად. აქ ამოდის მთვარე. ეს არის ილუზია, ფსიქოემოციონალური ფონი, გაურკვევლობა. რა თქმა უნდა, ცივი აქაც ცივი ურთიერთობა. თვითონ ეს ადამიანი თბილია, აქტიურია, ამოდის როგორც მოქმედი პირი აქაც, ვინც ჩაიფიქრეთ მეორე პოზიცია, მაგრამ ჩაკეტილობა აქვს. ეხლა ეს არის საჯარო გაშლა. მე უბრალოდ ამოვიღე როგორც სიგნიფიკატორი ინფორმაცია იმაზე თუ რა ურთიერთობა აქვს თქვენს, ასე ვთქვათ, ობიექტს, ოპერატორს იმ თავის პარტნიორთან, ვისაც ესეთ სიტუაცია გაქვთ და გყავთ, ვინმე გეგულებათ, ხო? ეს უბრალოდ სიგნიფიკატორია და ინფორმაცია მოკლე, მაგრამ ეხლა ვერ გავშლი ამას, იმიტომ რომ საჯარო გაშლაა, თუ ეს ემთხვევა, დამილაიქეთ, მომწერეთ კომენტარი
და რატო აქ ჩაკეტილობა? ვერ ვიტყვი ამას, რატო აქ? იმიტომ რომ ამ მეორე ვარიანტზე ვსაუბრობ ამ წუთას, იმიტომ რომ აქ არა აქვს გაგება, არა აქვს სითბო. სამწუხაროდ დღეს უმრავლესობა პარტნიორებისა და ურთიერთობებში შეინიშნება ეს, ანუ რაღაცა პირადი მიზნებისთვის სახლი, ქონება, ოჯახი, შვილი, ბრჭყალებში და შოუ. სხვებისთვის რო ოჯახია, მაგრამ შიგნით, შიდა სამზარეულოში რა ხდება ჩვენ ხო არ ვიცით. გარედან ყველაფერი ლამაზია. ფოტოები, სოციალური ქსელი, შენ ჭირიმე, შენგენ აცვალე, კომპლიმენტები, ნუ ეს ყველაფერი თამაში, მაგრამ რისთვის ვერ ხვდები, იმიტომ რომ ვის ეთამაშები? თუ შიგნით აი ესეთი ჩაკეტილი ხარ, აი ესეთი უარყოფილი ხარ, არ მინდა დავინახო, არ მინდა გავიგო, შენთვის იყავი და ანუ რომ გერქვას ბრჭყალებში ოჯახი? ნუ ეს მათი არჩევანია, რას ვისაუბროთ?